და რა ხდება სინამდვილეში, როგორია რეალობა შეულამაზებლად, გლობალური და საშინაო პოლიტიკა შეთხზული ამბების გარეშე, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 19 საათზე ტელეკომპანია Georgian Times-ის ეთერში დიდი რეალური პოლიტიკა. საღამომშვიდობისა, ძვირფას ტელემაყურებელთა და რადიო მსმენელებო, ეთერშია ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი, ეს დიდი რეალური პოლიტიკა, მე მალხაზ გულაშვილი გახლავართ. დღეს როგორც დილის გადაცემაში დავაანონსე რეალურ პოლიტიკაში სოსო მანჯავიძესთან ერთად ყავს ძალიან საინტერესო სტუმრები. ჩვენი თემა არის ქართული ცივილიზაციის ნაკვალებზე სიარული და რას წარმოადგენდა ქართული ცივილიზაცია. წინა ორმა გადაცემამ უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. წერდნენ როგორც ჩვენი თანამოძმეები, ისე უცხოელებიც კი, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ესეთი გადაცემები ხშირ-ხშირად უნდა იყოს. ხშირ-ხშირად ვერ შეგპირდებით, მაგრამ თვეში ერთხელ ნამდვილად შემოგთავაზებთ ესეთ ტიპის გადაცემებს, რომლებიც ახალ-ახალ ინფორმაციებს მოგაწვდით და ახლებულ ხედვას დაგანახებთ, თუ როგორი უნდა იყოს საერთოდ ზოგადად ქართულ ცივილიზაციისადმი მიდგომა. და რატო გვაქვს ჩვენ ქართველებს მუდმივად ესეთი აგდებული დამოკიდებულება საკუთარი ცივილიზაციის მიმართ, რატომ არ ვაღიარებთ არც მეცნიერება და არც ისტორიოგრაფია, რომ საქართველოს ცივილიზაცია გაცილებით უფრო დიდი ფესვების მატარებელია, ვიდრე ჩვენ ერთი შეხედვით წარმოგვიდგენია. მაგალითად, რატომ არის ის, რომ ვამბობთ, რომ ქრისტიანობის 1700 წელს ვზეიმობთ? მაშინ, როცა პირველი საუკუნიდან მოყოლებული ქრისტეს გამოჩენიდან მისი მოსწავლეები 6 მოციქული ხადაგებდა საქართველოში, ხო? ეს ფაქტებია დადასტურებული, მე არაფერს არ ვიგონებ. ასევე რატომ გონია, რომ ჩვენ სახელმწიფოებრიობის ძალიან მცირე პერიოდი გვაქვს და მხოლოდ ქრისტეს შემდგომი პერიოდია ჩვენი სახელმწიფოებრიობის ნიშანი. მაშინ, როდესაც დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით გიცდება, რომ 4000 წელი არის ქართული სახელმწიფოებრიობა, რაც არსებობს. მაშინ, როცა ქართული მეცნიერების 2500 წლოვანი ისტორია გვაქვს. და მაშინ, როცა აკადემია, ფაზისის აკადემია 1900 წელს ითვლის თავის დაარსების. ამ ყველაფერს რატომ არ უწევთ ანგარიშს? რატომ არ ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ეროვნულ ღირსებას და იდეოლოგიას შევმატოთ? ეს ჩემთვის დღემდე ბურუსით არის მოცული, თუმცა სანამ ამ ყველაფერზე გადავალ, მე მინდა გაგაცნოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება. მოგახსენებათ, ჩვენ ზუსტად ხუთშაბათს წინა კვირის ქონდა გადაცემა განათლებაზე, უნდა შეუერთდეს თუ არა უმაღლესი სასწავლებელი ტექნიკური უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტს, რაზეც უკეთრი პოზიცია დავაფიქსირეთ ჩვენი გადაცემი და მე რამდენიმე გადაცემა მიუძღვენი ამ ყველაფერს და მე ძალიან გამიხარდა დღეს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ შემდეგ შეხვდა თუ არა ტექნიკური უნივერსიტეტის და სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ბრიფინგზე განაცხადა. შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. აგაშენებს ღმერთი ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ამ გადაწყვეტილებაზე მიხვედით და აბსოლუტურად გეთანხმებით ამ მსჯელობაში. ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა ამზადებდეს უმაღლესი კვალიფიკაციის ტექნიკურ სპეციალისტებს და უმაღლესი ჰუმანიტარული სპეციალობა უნდა გადანაწილდეს უნივერსიტეტში. გეთანხმებით და ორივე ხელით მხარს გიჭერთ ამ გადაწყვეტილებაში. დიდი მადლობა, რომ გაითვალისწინეთ ქართული საზოგადოებრივი აზრის ინტერესი, ჯანსაღი ინტერესი, ყოველგვარი ჩასაფრებული პოზიციის გარეშე და იმედია, რომ სხვა მიმართულებითაც ჯანსაღ კრიტიკას და ჯანსაღ აზრს ყურას მიუგდებთ და ქართულ სახელმწიფოს უფრო მძლავრს და ძლიერ საფუძვლებს შეუქმნით, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ქართული სახელმწიფო.
ეხლა კი ჩვენ თემაზე გადავიდეთ, მე წარმოგიდგენთ ჩემ დღევანდელ სტუმრებს. ქალბატონი ანა მესხი, ფილოლოგიის დოქტორი, გერმანული ენებისა და ენათმეცნიერების დოქტორი. მოგესალმებით, ქალბატონო ანა. დავით გალიგაშვილი, ეკონომიკის დოქტორი. მოგესალმებით, ბატონო დავით. და ჩვენი თითქმის მუდმივი თანაწამყვანი ამ გადაცემის, ბატონი გია კვაშილავა, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი და მათემატიკის დოქტორი. ჩვენი დღევანდელი გადაცემა იქნება ესეთი ინტერაქტივით. ვინ ცდილობდა საქართველოს წვლილის მიჩხმალვას მსოფლიო ცივილიზაციაში? პირველი საბჭოთა კავშირი, მეორე მიჭირს პასუხისგაცემა თუ მესამე დასავლური ცივილიზაცია. აი გთხოვთ ეს ინტერაქტივი წარმოადგინოთ როგორც Facebook-ში, ისე YouTube-ში და ისე ტელევიზიის ეთერის საშუალებით. მე მინდა დავიწყო იმითი, რითაც დავიწყე. ბატონო გია, როგორ ფიქრობთ, რატომ არ ფიქსირდება, რომ სახელმწიფოებრიობის 4000 წელი გვაქვს? რატომ არ ფიქსირდება, რომ ქართულ მეცნიერებას 2500 წელი უსრულდება? რატომ არ ფიქსირდება ქრისტიანობის 2000 წელი და ასე შემდეგ? პირველად დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენი ტელევიზია ამ თემებით ძალიან დაინტერესებულია სამეცნიერო საკითხებით და მე ვფიქრობ, რომ კიდევ გავშლით ჩვენ რამდენიმე სხვადასხვა გადაცემაში იმ რიგ საკითხებს, რომელიც აუცილებლად უნდა მიაქციოს ქართულმა სახელმწიფომ ამ ხრივ, ამ თემებს. ჩვენ რაზეც საუბრობთ, ეს არ არის ეს ჩვენი პირადი მოსაზრებები, ეს არის წერილობით ძეგლებში მოცემული მასალა, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. უპირველესად თქვენ კითხვასთან დაკავშირებით, ზოგჯერ ასეთი რამე არის მეცნიერებაში, თუ მეცნიერი მუშაობს ერთ დარგში, რაღაც დოკუმენტურ მასალას გაეცნობა დაუშვათ და დაიცავს დისერტაციას, იმის შემდეგ მისი განვითარება ვერ ხერხდება, იმიტომ კი არა რომ არ უნდა. არამედ არაძლევს საშუალებას უნივერსიტეტი, რომ ის იყოს დამოუკიდებლად მეცნიერი, რომ სათვებიდან თავისუფლად იყოს, ანუ მას არ აქვს შესაბამისი ანაზღაურება, რომ მეცნიერების მიმართულებით იმუშაოს. ეს ერთი პრობლემა. მეორე, ის რომ მეცნიერი წავიდეს და ნახოს ეს დოკუმენტები, ეს ძალიან რთული საკითხია, იმიტომ რომ ეს დოკუმენტები ინახება ევროპაში და ამერიკაში, ამას სჭირდება დაფინანსება. თუ გვინდა რომ მეცნიერება მაღალ დონეზე იყოს, ამ თვალსაზრისით მეცნიერი უნდა დაფინანსდეს უცხოეთში მივლინების გამო, რომ მან მოიძიოს რიგი დოკუმენტები. ახლა აქედან გამომდინარე, ქართული სახელმწიფოებრიობა ჩვენ ოფიციალურად ვიცით, ეს იყო წინა გადაცემებში მე თქვენ გითხარით, აკადემიკოს თამაზ გამყრელძის ინიციატივას ხარი დაუჭირა მაშინ ედუარდ შევარდნაძემ და 3000 წელია განსაზღვრული თიხის ფირფიტები, რომელიც არის მიკენური ხანის ბერძნული ტექსტებში მოცემული, აია კოლხეთი, მედეოსი, იასონი და ასე შემდეგ. აქ ჩანს, რომ არგონავტების მითთან დაკავშირებული პერსონაჟების რიგი მსგავსი სახელები ფიქსირდება თიხის ფირფიტებზე და ამის საფუძველზე განისაზღვრა დაახლოებით, ანუ დამრგვალების თვალსაზრისით 3300 ან 3350-ია ის თიხის ფირფიტები და თარიღებით. მაგრამ დამრგვალების პრინციპით 3000 წელს აღნიშნავთ ქართულ სახელმწიფოებრიობას. თუმცა ეს უნდა აგვეღნიშნა 2000 წელს და ვერ აღნიშნეთ. და რიგი მიზეზების გამო აღმოჩნდა არაკომპეტენტური პირები, რომლებმაც ხელი შეუშალეს ამას. იგივე მეთოდით, რაც გამყრელძეს ჰქონდა, ჩვენ წავიკითხეთ, ყოველ შემთხვევაში მე წავიკითხე A-კლასის ხაზოვანი წარწერები და ეს აღმოჩნდა 1427 წარწერა. პროტოქართველურ ენაზე შესრულების არის ადრეული პერიოდის 4000 წინანდელი ქართველური ენა, რომელიც შემდეგში ყალიბდება მოგვიანებით, როგორც ქართული, მეგრულ-ლაზური, სვანური სახით და კიდევ სხვა შეიძლება დაკარგული ტომების, ქართველური ტომების ენაც ყოფილიყო. ამიტომ ამ თიხის ფირფიტებზე გვაქვს როგორც ენა ტესტობრივად, რომლის დამტკიცება ჩვენ შეგვიძლია გამყრელძე მაჭავარიანის წიგნი, რომელიც არის 1964 წლის გამოცემა, იქ არის სონათა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენაში ესეთი წიგნია. ამ წიგნში მოცემული მასალა, ვარაუდები, რომელიც მათ მოახდინეს რეკონსტრუქცია რიგი ლინგვისტური მასალების მიხედვით, ამის დამადასტურებელი ლინგვისტური მასალა მოცემულია თიხის ფირფიტებზე. ეს არის უძველესი პროტოქართველური ენა, მსგავსი რამ ჩვენ არ გვაქვს. ეს არის მარტო შუამდინარეთში შუმერული ენა ამ პერიოდისა,
ცოტა უფრო ადრეულიც არის ეგვიპტური და ეს ჩვენი ენა, რომელიც წერილობით გვაქვს. ახლა ამ მასალაში მოცემული, ამ თიხის ფირფიტებში მოცემულია სახელები, რომელიც გაიგივებულია ქართულ ტომების სახელებთან და ქართული ქალაქების სახელები, ქუთაისი ან ახსენები. ქუთაისი, აქაული ქუთაისი არ არის ეს არის კრეტის ქუთაისი. Ну, ყოველ შემთხვევაში ეს ბევრ რამე კარგად ცნობილია ზოგადად, მაგრამ მე დღეს კიდე გავშლი, რომ ქართულმა საზოგადოებამ შეიძლება რაღაც ნაწილმა სამეცნიერო წრე მიიცის კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტებმა, მაგრამ დანარჩენ ფილოლოგიის სხვა მიმართულების, მაგალითად ენათმეცნიერების სხვა მიმართულების სპეციალისტებმა ეგ საკითხი არ იციან. ამ თიხის ფირფიტები, რომელიც არის აკლასის ხაზოვანი, ესენი დაახლოებით არის დათარიღებული დაახლოებით 1950 წელი ყველაზე ძველი წეთაღრიცხვით, ანუ დაახლოებით არის 3950 წლის. დაახლოებით 4000 წლისა, იმ დღეს ხარ დაიწყებოდა წერა რაღაც პერიოდში. უფრო ადრეულიც გვაქვს 2025 წლით დათარიღებული ქრისტეს შობამდე, რომელსაც გამოხატულია დაბეშტილია საბეშტავებში აიეტი და შემდეგ. ეს ის აიეტი არ არის, რაც ბერძნულ მითებში არგონავტებთან დაკავშირებით გვაქვს. ამიტომ ქართული სახელმწიფოებრობა 4000 წლისაა, მას დამწერლობა აქვს, მეფე ყავს, სახელმწიფო სტრუქტურა, ეკონომიკური აღწერა ამ ტექსტებში, ანუ საადმინისტრაციული ეკონომიკური მასალები გვაქვს. გაცვლა გამოცვლის, ესე იგი საქონლის გაცვლა გამოცვლის მასალები გვაქვს და ეს ამტკიცებს სახელმწიფოებრობას. ოღონდ ახლანდელი გაგებით არა, კლასიკური გაგებით, არამედ ძველი გაგებით. ქართული სახელმწიფოებრობა 4000 წლისა ამ თემის ცნობა ჯერ კიდევ არ იცის ფაქტობრივად ქართველმა მეცნიერებმა, ეს უნდა გავიაზროთ. შემდეგი, რომელზეც თქვენ ვამბობდით მეცნიერებასთან, ამის გაგებაც გაუჭირდება ძალიან, იმიტომ რომ პელაზგური კულტურა, როგორც აღმოჩნდა, ბერძნული წერილობით წყაროების მიხედვით, ეს არის პროტოქართველური ცივილიზაცია, იქ დაფიქსირებულია იქ სიტყვები, რომელიც აუცილებელია ტომობრივად დაკავშირებული იყოს, მაგალითად მაკრიელი, ეს არის აპოლონიოს როდოსელთან მოცემულ ჩვენ წინა გადაცემაში თქვით არგონავტიკაში, რომელიც მოხსენებულია პელაზგად, ანუ იგივე კოლხური ტომია. ამიტომ გამომდინარე თუ პელაზგური კულტურა ქართველურია, ისა რა ქვია პითაგორა ოფიციალურად წერია ბერძნულ წერილობით ძეგლებში მეორე-მესამე საუკუნის ახალ წეთაღრიცხვით პითაგორა არის პელაზგის წარმოშობილი. პითაგორა არის მათემატიკის მეცნიერების შემქმნელი და არისტოტელე მერე იყენებს პითაგორას შეხედულებებს და ამბობს მათემატიკის მეცნიერებას და ეკონომიკის მეცნიერებას. შემდეგი სარწმუნოებასთან დაკავშირებით 2000 წელი 37-40 წლებში დაახლოებით ახალ წეთაღრიცხვით ანდრია პირველწოდებული შემობრძანდება საქართველოს ტერიტორიაზე. მას ყავს თავისი ჯგუფი, ქრისტიანული ჯგუფი და მისი ხელდასმით არჩეულია პირველი ეპისკოპოსი, პალმოსი. მას მეორენაირად ქვია ბიბლიაში ფილოლოგუსი, რომელიც ნახსენებია სამწუხაროა, რომ ამის ახსნა მე დღეს მივიწევს, ესე იგი ახალი აღთქმის წიგნში ნახსენებია ფილოლოგუსი ერთადერთი ქართველი, რომელიც არის ქრისტეს მოწაფეთაგან 70 მოწაფეთაგან ერთ-ერთი. აი ამ ადამიანის საფუძველზე დგას ქართული ქრისტიანობა. მისი თავად თვითონ სინოპის ეპისკოპოსი იყო, მაგრამ მისი ვაჟიშვილი, რომელიც მარკიონ ფაზისელით არის ცნობილი, 154 წელს აარსებს ფაზის აკადემიას და 138 წლამდე თავად ის იყო ფაზისის, ანუ ფოთის ეპისკოპოსი. ეს ყველაფერი დაწერილია. ჩვენ მაგალითად მეუფე ანანია ჯაფარიძის წიგნში ეს ცხრილები გვაქვს მოცემული და მრავალი სხვა ქართველი მეცნიერებს დისერტაციებში ეს აქვთ აღნიშნული, მაგრამ ოფიციალურად სახელმწიფომ ეს ვერ გაიაზრა. ეს მოკლედ შემეძლო დღეს ეს რაზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ბატონო მალხას. ეს მოკლედ რაც შეიძლება ახლა უთხრათ საზოგადოებას. აგერ ჩვენი მეგობარი სვამს ესეთ კითხვას მოვისმინე რომ ჩვენი ხალხი აბრამის ხალხზე ძველია, მართალია? თუ იციანო? ამ საკითხზე ხა დღეს მე თალკი შემიძლია ვუპასუხო, მაგრამ რადგანაც სვენელებს ვუთხარი ქრისტიანობის 2000 წელზე. ატა ხოხობაში უნდა დასვა. შემდეგ ვუპასუხებთ ამას. კი ბატონო. მინდა რომ ამ საკითხში სრულად გავარკვიოთ, თორემ გამოვა ქაოტურად და იმას დაგწამენ, რაც არაკვალიფიციურობა. კი ბატონო. მე პირველ სურათს თუ აჩვენებენ,
ახლა მე გაჩვენებ დოკუმენტებს თუ ტელევიზიის წარმომადგენლები პირველი სურათი გვაჩვენოს, სადაც გამოხატულია ჩვენი პირველი წმინდანი ფილოლოგუსი, ეს არის ბიზანტიის იმპერატორის თუ სურათს დიდად ვაჩვენებთ, უფრო ჯობია სურათი ვაჩვენოთ, ვიდრე ჩვენი გამოსახულება. ცოტა ხანი დიდხანს დავტოვოთ, რომ გამოჩნდეს. ბიზანტიის იმპერატორის ბასილ მეორის ეს მოღვაწე ცხოვრობდა 976-1025 წელს და ეს ხელნაწერი, რომელიც არის მისი უშუალო წმინდათა ცხოვრების აღწერა, მისი ბრძანებით შეიქმნა ვატიკანის ბიბლიოთეკაში ჩვენ ვიპოვეთ 1613 წლით ეს დათარიღებული. მოგვიანო გადმოწერილია კიდევ. აი ბოლოში მეხუთე წმინდანი არის ფილოლოგუსი, ანუ პალმოსი, ჩვენი პირველი ეკლესიის ხელმძღვანელი. ანუ ეპისკოპოსი. ეპისკოპოსი და ეს არის 40 წელი. ახლა მე წავიკითხავ ამას. ახალი აღთქმის რომაელთა 16-15 გადაშალონ და ჩაიხედონ 16-15-ში რომაელთაში წერია ფილოლოგუსი. წმინდა ფილოლოგუსი იყო წმინდა პავლეს ახლო მეგობარი, სინოპის პირველი ეპისკოპოსი. კი ბატონო. მისი ვაჟიშვილი კი როგორც გითხარით ფაზისის აკადემიის დამფუძნებელი და ფაზისის ფოთის ეპისკოპოსი. ეს არის 325 წლამდე. არ არის ოფიციალურად ქრისტიანობა გამოცხადებული რომის იმპერიის მიერ. მაინც და მაინც რომის იმპერიის გამოცხადების შემდეგ აღნიშნოთ ჩვენ ოფიციალურად, რა თქმა უნდა, ჩვენ დაქვემდებარებული ვიყავით რომის პოლიტიკური მასთან, მაგრამ ეპისკოპოსი ყავს ბოლოს და ბოლოს. ეს გავითვალისწინოთ. აი ეს წმინდა ფილოლოგუსი კიდევ ერთხელ შევხედოთ, ვისაც არ ჯერა, აი ეს მეხუთე პიროვნება რიგით მარცხნიდან მარჯვნივ დგას წმინდა შარავადდედით მოსილი. ეს ისევ მეორე ბიზანტიის იმპერატორის ბასილ მეორის ოფიციალური შეკვეთით დაიწერა წიგნი მენოლოგიონი. ასე ქვია, ეს არის წმინდათა ცხოვრების მოკლე აღწერა. აქ არის მითითება ამ წიგნში, რომ წმინდა ადრიამ პირველწოდებულმა დაადგინა წმინდა ფილოლოგუსი. ხელი დასმა მიცა. რატომ არ უნდა ვიცოდეთ ეს ჩვენ? აი მაგალითად მე ვეუბნები ჩვენს ისტორიკოსებს, მე მაგალითად მათემატიკის დოქტორმა, ეკონომიკის დოქტორმა, რატომ უნდა ვეძებდე მე ამას და არა ჩემს საქმეში, რომელშიც მე ბევრი სამუშაო მაქვს, მაგრამ მე მუშაობ იმ საკითხებში, ძველი მათემატიკისა და მისი გაჩენის თემებსთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამ თემებს რომ ნახავ, შემთხვევით ვნახულობ ამ მასალებს მე და არ გამოვიტანო, არ უთხრა საზოგადოებას თუ დაუმალო ბატონო მალხაზ, თქვენ როგორ ფიქრობთ? არ უნდა დაუმალო. ხო, ახლა გავაგრძელოთ შემდეგი დოკუმენტი, სხვათა შორის ფილოლოგუსი, წმინდა ფილოლოგუსი, ანუ წმინდა პალმოსი, ახლა კი არ არის ეს დაწერილი. ჯერ პლატო იუნსელიანი წერდა, კირიონ მეორე საძაგლიშვილს ჩვენს პატრიარქს თავის წიგნში ეს შეტანილი აქვს და რა გვჭირს ეს უბედურება ჩვენ, რომ სერიოზული, სწორი, არა კვალიფიციურად რომ არ შევადგინოთ საქართველოს ისტორია. თუ ეს საკამათოა, კამათის თვალსაზრისით იყოს შეტანილი, რადგანაც ეს გვაქვს. მოსე ჯანაშვილს აქვს ეს 1906 წლის წიგნში საქართველოს ისტორია. ეს შეტანილი აქვს ესე იგი მარი ბროსეს. რა პრობლემა არის ეს ყველაფერი მე ვერ გავიგე თუ ძირითადად ეს გატანილია ამ კვლევრების წიგნში. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ დღეს მე სხვათა შორის ეს მასალები რომელიც დღეს წარმოგიდგინეთ ამის გარდა წმინდა დოროთე ტვირელი, წმინდა ეპიფანე კვიპრელი და წმინდა ევსებიოსი თავიანთ ნაშრომში ზუსტად წერენ, მიუთითებენ დაახლოებით წელს 30-დან 50 წელი ახალი წეთაღრი ქრისტეს მოციქულმა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა ქრისტიანობა იქადაგა საქართველოში და იქვე წერია დინარე ფაზისი, სებასტოპოლისი, ანუ ცხუმი, აფსაროსი, გონიო და სხვა ადგილები. ეს არის ბერძნულად თეთრზე შავით წერია. ბერძნულ წყაროებში. დიახ, წერია ეს. გამოქვეყნებულია ევროპულ სამეცნიერო წიგნებში, თუ ჩვენ ეს არ წავიკითხეთ, მე არ დაუჯერე იმ ავტორებს, ევროპელებსაც და სანამ ორიგინალი არ ვიპოვე ვატიკანის მუზეუმში. ეს ორიგინალი დღეს მე არ წამომიღია, ხო, ცალკე ვაჩვენებ შემდეგ.
მე ხლა მინდა თუ კიდევ ცალკე ამას ეს დოკუმენტები ძალიან ბევრია და ისე არ ვთქვათ რომ ეხლა პირველ რიგში მე წარმოვადგენ. პავლე ინგოროყვას წიგნი გიორგი მერჩულე კარგად წაიკითხონ. ბოდიში ამ სიტყვაზე ვლაპარაკობ, იქ რიგი წყარო იქვეც არის დასახელებული. ასე რომ უარყოთ პავლე ინგოროღვა, ასე არ შეიძლება კაცო ეს რა ჯანდება გჭირს ბოდიში ამ გამოთქმაზე, ყველაფერი რომ გადავყაროთ, შეიძლება პავლე ინგოროღვას არა ყველა მეცნიერს ეშლება, მაგრამ ძირითადი რაც მნიშვნელოვანია ის უნდა იყოს. ეს სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში მე მინდა გითხრათ ქრისტიანობის გავრცელება და საერთოდ წმინდა კვართის ჩამოტანა ჩვენ ოფიციალურ დოკუმენტები გვაქვს, სადაც წერია ახალი, ესე იგი, ინფორმაციის სახით არ არის ეს, დაუშვათ ქართლის ცხოვრებამდე ჩვენ გვაქვს წყარო, სადაც დასახელებულია, რომ უფლის კვართი ჩამოაბრძანეს საქართველოში. სხვათა შორის მე კიდევ ტელემაყურებლებს ვეტყვი, რომ დასახელებული ლონგინოსი ებრაელი, ეს მე ახლა ებრაელების აზრამდე არაფერს არ ვამბობ. ებრაელი აქ ეროვნების თვალსაზრისით არ არის, ეს არის ალბათ ქართველი კაცი იყო, სხვათა შორის გვაქვს დოკუმენტი, სადაც წერია, სავარაუდოდ ეს კაცი იყო ქუთაისიდან გადასული მცხეთის სოფელ კარსანში, სავარაუდოდ ამის დოკუმენტი არ აქვს, კარსნელმა ლონგინოზი, რომელიც შეიძლება მაშინ წარმართულ პერიოდში ებრაულ სინაგოგაში შედიოდა და ამიტომ შეიძლება მისი მიმდინარეობის გამთვალისწინებელი იყო და ამიტომ ებრაელად წოდებული იყო როგორც რელიგიის თვალსაზრისით და არა ეროვნებით. აღმოჩნდა რომ ეს კარსნელი არ არის ებრაელი ეროვნებით. ეს არის ქართველი კაცი და ამაზე მითითებ ლონგინოს კარსნელი, რომელიც იყო ჯარისკაცი. ახლა მე ბოდიში არავის მითითება არ მინდა, მაგრამ ვინც ბიბლიას კარგად წაიკითხავთ ახალ აღთქმას, იქ უფლის კვართი ჩვეულებრივი ებრაელები ვინც იქ იდგნენ, ახლოს ვერ მივიდნენ და უფლის კვართს ხელში ვერ აიღებდნენ. ასე წერია ბიბლიაშიც, რომ ის ერგო რომის ასის თავს, აი ეს რომის ასის თავი პონტიო პილატეს ყავდა იქ დანიშნული. აი ეს კაცი. აი ეს არის მასალა. ლონგინოს კარსეს ეგოეს და ჩამოიტანა თავის სამშობლოში. და აბიათარ მღვდელი? ეს მღვდლები, რომლებიც ჩადიოდნენ, წესია, რა თქმა უნდა, ჩასულიყვნენ ებრაელები პასექის დროს, ისინი იყვნენ და ეს მერე მოხდა ეს კვართი, რა თქმა უნდა, ჩამოიტანეს მერე ჩვენ იმაში ცხეთაში. ეს დოკუმენტი არსებობს. წერილობითი ძეგლი ჩვენ მივაკლიეთ. ეს არის მე-12 საუკუნის დაწერილი, რამდენიმე ვარიანტია. ზოგ სომხურ წყაროშიც არის შეტანილი, მაგრამ ეს სომხური წერილობითი ძეგლები საქართველოში არ ინახება, არც სომხეთში. ეს ინახება პეტერბურგში და ინახება პარიზში. მაგალითად, ბოლოს 1721 წელს გამოცემულში პირდაპირ მითითებულია ლონგინოს კარსნელმა ლაზმა, რომელიც არის დაბადებული ამ და ამ ადგილას, ჩამოიტანა უფლის კვართი თავის ქვეყანაში. ეხლა ეს დოკუმენტიც მოვიძიე, მე ჩავედი პარიზში, ეს გადაუღეს ფოტოები, მე შემდეგში გაჩვენებთ როგორია ეს მასალა. სხვათა შორის ეს ახალი არ არის, მარი ბროსეს უწერია საქართველოს ისტორიის წიგნში. მაგრამ აი კითხვა რომ დაისვა აბრამი ხო ხალდაველების წიაღიდან ამაზე მე ახლა კომპეტენტურად ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ დოკუმენტები უნდა მოვიტანო და ახლა მე აბრამი რომ დავამტკიცო ქართველია, ეს ჩემ კომპეტენციას არ შეუდგება, მე უნდა ვისაუბრო. არა, ქართველი რო არა. ხალდაველებში ცხოვრობდა, ხალდაველი იყო, გავიდა და მისგან დიდი ერი აქცია. მე აქ შემიძლია ცალკე კიდე ვისაუბრო, მოვიტანო ის დოკუმენტები, რაც მნიშვნელოვანია, ახლა ამ ეტაპზე მახსენდება, რომ დავითი წინასწარმეტყველი საზოგადოებამ უნდა აცდენა კი არ უნდა გააკეთოს გონებრივი, არამედ დოკუმენტს უნდა დავეყვნოთ. წერილობითი ძეგლი არსებობს, რომ თავად წმინდა დავითი, დიდი დავითი იზრდებოდა მესხებს შორის. აი ამ დოკუმენტს მივაქციოთ, ანუ სახელმწიფოებრივ მოწყობაში, სისტემაში ის გათვითცნობიერებული გახდა, როგორც ახლა ამ შემთხვევაში ამის თქმა შემიძლია. მე არ მინდა დავკარგო ის თავარი აზრი, რაზეც ახლა გესაუბრებოდით. ახლა მინდა გაჩვენოთ ის პირველი ქართველი კაცი, რომელმაც მოახდინა დოკუმენტის სახით მინდა გაჩვენოთ, მეორე სურათს ვაჩვენებთ.
ის პირველი კაცი ქართველი, რომელმაც ახალი აღთქმის ტექსტის რედაქტირება მოახდინა. სიტყვა ტესტამენტუმ, რომელიც ლათინურად ნიშნავს ანდერძს და აღთქმას, მან შემოიტანა. აი ეს კაცი, ეს წმინდა ადამიანი, აი თქვენ ორ მინიატურას ხედავთ ბატონო მალხას, ერთ მინიატურა ესე მარტივად არ მომიპოვებია ეს ყველაფერი, ზოგში ფულია გადახდილი საკმაოდ ბევრი, ყოველ მინიატურის გადაღებაში. მარკიონ ფაზისელი, მარკიონ ფაზისელმა იოანე მოციქული და მარკიონ. აი აქ არის ორი მინიატურა, ერთი არის ლათინურად დაწერილი და მეორე ბერძნულად, მე-10 მე-11 საუკუნით თარიღდება, ერთი ინახება ბელგიაში, მეორე ინახება ამერიკაში, იქ მითითებულია მუზეუმები, ნომრებიც არის, დაბრძანებულია იოანე მაგიდასთან და ხელში აძლევს წიგნს მარკიონ ფაზისელს. მსგავსი მინიატურა მე ჯერჯერობით სხვა იმაში არ მინახავს. როგორც ჩანს, კვლევრები ამბობენ, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ქართველ მაყურებლებს, ჯობია რომ ეს კარგად დავამახსოვრებინოთ. ეს იოანეს სახარების დასაწყისია ორივე წიგნისა. მარკიონ ფაზისელი, როგორც თქვით, რედაქტორი იყო და მას ჰქონდა ასეთი განწყობა და კენს იყრიდა რომის პაპობაზე. აი ეს მასალები გვაქვს ჩვენ. აი ეს, რაზეც ახლა მე გესაუბრებით, მარკიონ ფაზისელმა 154 წლის 15 ივლისს ესეც გასაკვირია ბატონო მალხას ტერტულიან კართაგენის წიგნში წერია, რომ მან აკადემიები სად დაარსა. თუ ჩვენ ვაჩვენებთ მესამე ფოტოს ვაჩვენოთ, აი ეს არის მე ახლა ჩემი რა თქმა უნდა შექმნილია ეს რუკა, მაგრამ ეს რუკა მარკიონ ფაზისელის დოქტრინისა და სკოლის გავრცელება 154 წლიდან 529 წლამდე მის გარდაიცვალა, რა თქმა უნდა 60 წელს დაახლოებით. რუკა ჩვენ შევადგინეთ იუსტინიანეს წიგნის, ტერტულიანის წიგნისა და ეპიფანოსის წიგნის მიხედვით და შევხედოთ სად არის მისი აკადემიები დაარსებული. ფაზისში, სინოპში, პერგამონში, კორინთოში, კრეტაზე, რომში, კართაგენში, ლიონში, პალესტინაში და ანტიოქიაში. არსებობს მოსაზრება, ალექსანდრიაშიც კიდევ და არსებობს მოსაზრება, რომ მას ჰქონდა გახსნილი სკოლა, ეს უმაღლესი სასწავლებელი ბიბლიისა და ფილოსოფიისა, ჰქონდა სპარსეთშიც გახსნილი. ეს ჩვენი დაწერილი არ არის, ეს წერია ლათინურ წერილობით ძეგლებში. თუ გვინდა ესე არა ჩვენი აზრი, გვინდა არ გვინდა, მასალა არის. ეს არც ერთ წიგნში არ არის მოხვედრილი. აი ფაზისის აკადემიის დაფუძნება ეს არის თავარი გასაღები, რომ ჩვენ ქართველებს მიდრეკილება დიდად გვაქვს მეცნიერებისა და განათლების დაუფლებისა. ჩვენ ახლა კი არ ვიწყებთ ქართველებს დიდად აქვს მოზღვავება, რომ ის განათლებული იყოს. ამხელა ისტორიის ამხელა ტრადიციის რომ ვართ, ამას პატრონი არ ჭირდება, ამას ზომიერების ფარგლებში შესაბამისი პატრონობა უნდა, პატრონობაში მე გულისხმობ, რომ შესაბამის სამეცნიერო კონფერენციები უნდა გაიმართოს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, რომ ნორმალურ ფარგლებში მისი პოპულარიზაცია როგორც მეცნიერული, ისე ამ თვალსაზრისით იყოს წარმოდგენილი. ის დოკუმენტები, რომელზეც მე კიდე მინდა გესაუბროთ, ახლა მე მინდა გითხრათ, რომ ეს რა მნიშვნელობა აქვს ამას. დაახლოებით სარწმუნოება 2000 წელია. ჩვენ წელს აღნიშნავთ 1700 წელს. ისე სხვათა შორის ეს 1700 წელიც კიდე სტომილებაა, 2 წელი დავიგვიანეთ. 324 წელი წერია მოსე ჯანაშვილის წიგნში. 326 არ არის. მაგრამ რატო ახლა ქრისტიანობა შემოიტანა ვაღიარებთ ყველა ეკლესიაც აღიარებს და ისტორიოგრაფიაც აღიარებს, რომ ანდრია პირველწოდებული იყო საქართველოს გამანათლებლად. აქ გამოყოფენ იმას, მაშინ წინააღმდეგობას რატო უწევთ ამას? თუ ანდრია პირველწოდებული იყო და 6 მოციქულმა კიდე იქადაგა, ესენი ხო ქრისტეს თანამედროვეები იყო. აქ ამბობენ, რომ ოფიციალურადაც იყო. სანამ არ გამოაცხადა ოფიციალურად რომის იმპერიამ, იქამდე არა გვაქვს ჩვენ სახელმწიფო, მაგრამ 2 ეპისკოპოსი ნამდვილად ყავს. სანამ ოფიციალურად გამოაცხადებდნენ 324 წელს ქართულ ქრისტიანობას როგორც სახელმწიფო რელიგიას და აი ეს მასალები სკოლის წიგნში თუ არ იქნება, თუ შესაბამისად ჩვენ ამას არ გავიაზრებთ სწორად და რა ვიცი ლოგიკურად, მაშინ ჩვენ აცდენილი ვართ იმ საძირკველს,
რაზე ჩვენ უნდა ვიდგეთ. ჩვენ ასე ქაოტურად მოძრაობთ, როგორც პოლიტიკურად, როგორც მეცნიერულად, როგორც სახელმწიფოებრივად, ჩვენი ადგილი რასად არ არის და აქედან გამომდინარე ჩვენ ვერავინ ვერ გცნობს სერიოზულ სახელმწიფოდ, სერიოზულ სამეცნიერო გამოცდილების ქვეყნად. იმიტომ რომ ტრაბახით კი არ ვამბობ ამას, არამედ ამას ჭირდება მუშაობა. აი მაგათად ის ციტატა მინდოდა წამეკითხა ჯარისკაცებმა, რომლებმაც ჯვარსაცვეს იესო აიღეს მისი 60 და 4 ნაწილად გაღვეს. თითეული ჯარისკაცის თავისი წილი ერგო. აგრეთვე კვართიო კიდე არის. ესე იგი 60-ლის გარდა კიდე არის კვართი შინა 60-ია, 60 გარეთ არის. გადმოცემის მიხედვით კვართი ქრისტესთან ერთად იზრდებოდა. კვართთან ერთად დაიბადა და კვართთან ერთად ნაკერი კი არისო, ასე წერია. უკერველი, არამედ თავიდან ბოლომდე ნახსოვი. კი ბატონო. როგორც ამბობენ წმინდა მამბების გადმოცემით, თავად დედა ღვთისმშობელმა მოუხსოვა და ერთმანეთს უთხრეს, ნუ დავხევთ ამას, არამედ წილი ვყაროთ მასე, ვნახოთ ვის შეხვდებაო, რათა აღსრულდეს წერილი. ეს წერილი ფსალმუნში წერია 21:19-ში, განიყვეს 60-ელი ჩემი მათ შორის და კვართსა ჩემსა ზედა განიყვდეს წილი. აი ამას გაგრძელება აქვს იოანეს სახარებაში, ვნახოთ ვის შეხვდებაო, რათა აღსრულდეს წერილი, რომელიც ამბობს, გაიყვეს ჩემი 60-ელი ერთმანეთს შორის და ჩემს კვართზე იყარეს წილი. იოანეს სახარების 19:23-24-ია. ასე დასრულებით ხო არ ვინდა ვისაუბრო, მაგრამ ასე გვიწევს ჩვენ საუბარი, როგორც პირველი კლასის მოსწავლეებს რომ უხსნით, ასეთ დეტალზე შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ მეცნიერებმა. სამწუხაროა გვაქვს ეს სამწუხაროდ ესეთი, მოკლედ მარი ბროსეს, ნიკო მარსაც აქვს საკმაოდ ნიკო მარს აქვს სპეციალური წიგნი დაბეჭდილი ქრისტეს კვართზე. სადაც ეს ცალსახად წერია, ეს ციტატები მეცნიერებისთვის ახალი კი არ არის. გიორგი მელიქიშვილს და სხვებს ბევრჯერ აქვს ეს ციტატები გამოყენებული. ყოველ შემთხვევაში იქ დასახელებულია ფაზისი, ფოთი და ამიტომ აქვთ ის განსაზღვრული. აი კასტელს ამბობს ასეთ მოსაზრებას, მე არ ვიცი ხლა კასტელი რამდენად სწორ ინფორმაციას ფლობს, მაგრამ მაინც წავიკითხოთ ეს ინფორმაცია ბატონო მალხას. ხობის განთქმული ეკლესიის სურათი, რომლის შიგნით ლამაზად მორთული თაღის ქვეშ შემონახულია სათაყვანებელი რელიკვიები, ჩვენი უფლისა და ღვთის დედის ქალწული მარიამის კვართები. ეს დიდი რელიკვიები შესაძლებელია ძველია, ამიტომ ღირსეულა და შენახული ერთ მთაზე. ეს ახლა მე არ ვიცი, სად რა არის შენახული, მაგაზე ვერ გეტყვით ვერაფერს. აი ეს გვაქვს მოკლედ, რომელიც ბატონო მალხას მე ქართველებს ვეუბნები, იფიქრეთ სერიოზულად თქვენ ისტორიას, თქვენს წარსულს სხვა მალე წაიღებს. და ჩვენ დავრჩებით უსაძირკლოდ, უსაფუძვლოდ და ეს იქნება ჩვენი დიდი პრობლემა მომავალ თაობისთვის. ბოდიში ამხელა ის არ მინდა გაბრაზდება გამოვხატო, მაგრამ მე ბევრჯერ მიმართე უკვე 30 წლის განმავლობაში ამაზე ჩვენ მიმართავთ. 15-20 წელია ბატონო მალხას ამას სატელევიზიო გადაცემებს უთმობთ, როგორც ქართულ ტივში, ასევე თქვენი ტელევიზია იყო მაშინ წინათ სამეფო არხზე, ახლა აქ უკვე რამდენჯერ ვამბობთ. ბოლოს და ბოლოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ფაზისის აკადემია, სხვა აკადემიები იმისთვის არსებობს, რომ მარტო ჩვენ ვიყოთ ერთმანეთი გავახაროთ, ერთმანეთს დიდება შევმოვსოთ, ერთმანეთი დავასაჩუქროთ რაღა იმითი პრემიებით, არამედ სერიოზული, მეცნიერული ჯაბასი უნდა იყოს რიგ თემებზე. ფილოსოფია, რომელიც პლატონის აკადემიიდან მოდის, აი ეს არის სწორედ ლოგიკა მსჯელობაზე დაყრდნობილი. თუ მეცნიერებაში არ იქნება ეს მიდგომა, ჩვენ მეცნიერება შესაბამისად ვერ შედგება და ვერც ინსტიტუტები და უნივერსიტეტები ვერ დააკმაყოფილებს ვერც ერთი მონაცემებს, რაც ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში არის. ჩვენ წერს ზოია ნოზაძე და ისტორიაში და არქეოლოგიაში განსაკუთრებით ენათ მეცნიერებაში იმდენი სიახლეა, თანაც ისეთი გასაოცარი, რომ საქართველოს და მსოფლიო ისტორიის უძველესი პერიოდი ხელახლა უნდა დაიწეროს ამ ფაქტების გათვალისწინებით. მე აბსოლუტურად ვეთანხმები ალბათ ზოიას
გეთანხმებით და დარწმუნებული ვარ. ეხლა ბატონ გიასთან გადავიდეთ, თორე გაგვიბრაზდება ბატონი გია. არა, მე ბრაზდები, იმიტომ რომ საზოგადოებას არ ეცოდება ის ინფორმაცია. ისე საერთოდ ბატონო, მანხას მე ჩემას ვიტყვი რომ ზოგჯერ ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მივცეთ საზოგადოებას, უნდა დავყოთ თემატურად, თორემ ყველაფერი ერთად სხვადასხვა თემის წარმოდგენა გამოიწვევს twin-ში ცოტა აღრევას და გაუგებრობასაც კიდევ. ნამდვილად. ხო, ამიტომ მე თემატურად მინდა ბატონო მალხას ისევ გავაგრძელო, ჩვენ როგორც სარწმუნოებრივ ხაზით, ასევე როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ ფული გვაქვს მოჭრილი. ფული მე ხლა გაჩვენებთ დოკუმენტებს, ეს ამ დოკუმენტების მოძიება მარტივი ნამდვილად არ არის და ბიზნესმენების ფულია გადახდილი ესე. აი მაგათაც თუ ვაჩვენებთ მეოთხე ფოტოსურათს. ეს არის კოლხური ვერცხლის მონეტა, დათარიღებულია სავარაუდო ძველწესაღრიცხვის. ფართოდ ვაჩვენოთ, ფართოდ, იმიტომ რომ საზოგადოებამ დაინახოს, სპეციალისტებმა ეს იციან. არაფერი არ ჩანს. თხოვთ მარტო ეკრანზე, კი ბატონო. ძველწესაღრიცხვით. რატო ხრევა? ძველწესაღრიცხვით 450 წელი, 435 წელი. ეს ინახება დიდ ბრიტანეთის მუზეუმში. ახლაც კიდევ უილიამ სტერკომის კოლექციაში არის. ჩვენ რამდენიმე ნიმუშების საქართველოს მუზეუმში გვაქვს. შემდეგი ფოტო მეხუთესაც თუ ვაჩვენებთ კიდევ. მეხუთე ფოტო ვაჩვენოთ. ეს კოლხური ვერცხლის მონეტა დაახლოებით 480 წელი ძველწესაღრიცხვით ან 440 წელი და ეს ინახება ბერლინის სახელმწიფო მუზეუმში მონეტების კაბინეტში და მე ხლა მინდა ძირითადად ყურადღება გავმახვილო მეექვსე ფოტოზე. აი მეექვსე ფოტოზე სიტყვა სიტყვით ბერძნული ეს არ არის ჩვენი სახელმწიფო ენა, მაგრამ საერთაშორისო ენა, ამიტომ მონეტაზე ბერძნული ასოები წერია. არისტარქე კოლხის დრაქმა, რომელიც არის დათარიღებული ახალი ძველწესაღრიცხვის 52-51 წელი. აი ავერსზე გამოსახულია გასხივოსნებული გვირგვინიანი მამაკაცი არისტარქე, ზოგს მიაჩნია შეიძლება მზის ღმერთი ჰელიოსი იყოს ან პომპეუსი. მეორე მხარეზე ტახტზე მჯდომი გვირგვინიანი ქალღმერთი ტიქე ან ფასიანე. ფასიანე ეს არის ფაზისის ქალღმერთი. მას მარცხენა ხელში სფეროს გავსი საგანი უჭირავს, ხოლო მარჯვენათი საჭეს ეყრდნობა. ეს სპეციალისტებისთვის ცნობილია. გამოსახულების ორივე მხარეს ქვემოთ ბერძნულად წერია. არისტროხუტო ეპიკოლხიდოს და წელი. აქ რა წერია არისტარქესი შეიძლება ასე ვთარგმნოთ კოლხეთის მეფინაცვალი ან კოლხეთის მმართველი ან ასეთ ვარიანტით არისტარქესი რომელიც კოლხეთს მართავს და იქვე ქვემოთ ძალიან ბოლოს თუ კიდევ გადიდებით ვაჩვენებთ ბატონო მალხას გადიდეთ აი ეგ წერია D და 2 ორი ლათინური სიმბოლოებით D არის 10 ნიშნავს 12 წელი 12 წელი ეს ზუსტად არის ძველწესაღრიცხვის 52-51 წლები. ეს არის 7 ცალი. რომელიც მე მოვიძიე ბერლინის მუზეუმში 1 ცალია, ეშმოლის ანუ ოქსფორდის მუზეუმში 1 ცალია, ბრიტანეთის მუზეუმში 1 ცალია, პარიზის მედლების კაბინეტში 1 ცალი ინახება, სანქტ-პეტერბურგში ერმიტაჟში 2 ცალი. 1 ინახება საქართველოში ისევე კერძო კოლექციაში. ახლა მე რატომ ვამბობ ამას და შემდეგ ფოტოზე მინდა გადავიდე, მე-7 ფოტო, ამის მოპოვება ძალიან გამიჭირდა ერმიტაჟში ჩვენ სპეციალისტებს, მაგალითად თინათინ ყაუჩიშვილის ორიგინალი არ აქვს ნანახი, გადმოხატული მასალა აქვს ნანახი და წიგნებში ასეაც დაცული და ამოიკითხა მაშინ მე ვეკუთვნი წინამძღოლ აპოლონს, რომელიც ფაზიში, ანუ ფოთში მდებარეობდა აპოლონის ტაძარი, ეს ინახება ერმიტაჟში ძველწესაღრიცხვის მე-5 საუკუნის ყუბანის ვერცხლის ფიალის იონური ბერძნული წარწერა, ეს აღმოჩენილია ყუბანში, აქედან ფაზისიდან გაატაცებული იქნა ბევრი აპოლონის ტაძრის მასალები და ყუბანში ჩააყოლეს მერე ერთ-ერთ ხედამთავარს, ანუ შეიძლება სხვა ვარიანტიც იყოს და იმის საფლავში არის ნაპოვნი. ეხლა მე მინდა ვთქვა, ზოგი სპეციალისტი მერვე ფოტოზე თუ გაჩვენებთ, მერვე ფოტოს ეს არის კლავდიუს ტოლებეოსის
რუკა ბატონებო მე ნაწილი ამოვიღე გვერდით ტექსტია ფაზისი მითითებულია განედი ზუსტად რიცხვები შემიძლია ახლა დავასახლოთ ოღონდ ეს ბერძნულად წერია და მე ამ შემთხვევაში მას ქართულად თანამედროვე ვარიანტით ეს არის 72 გრადუსი და 20 ესე იგი 70 გრადუსი და 32 მინუტი 44 გრადუსი და 34 გრინვიჩის მერიდიანის მიხედვით ეს არის 51 გრადუსი 40 სეკუნდი 42 გრადუსი და 0.9 ზუსტად ამ კოორდინატზე მდებარეობს ფოთი ბევრმა ქართველმა მეცნიერმა სამწუხაროდ ზოგჯერ წარმოიდგინა რომ ფაზისი სადღაც თურქეთის ტერიტორიაზეა ამ რუკას ხო ვერ გავექცევით აი სწორედ ამ რუკაში მოცემული მასალა გვიდასტურებს იმას რომ ფოთში მოიჭრა პირველი ფული ლიდიის შემდეგ ეს არის 2500 წლის წინანდელი თუ ფულს ჭრი თუ მაშინ სახელმწიფო არა გაქვს როგორ არის ეს როგორ უნდა გავიგოთ ეს სახელმძღვანელოებში ნაწილი შეტანილია ნაწილი არ არის შეტანილი ჩვენ ძალიან კარგი სპეციალისტები ყავს ამ მონეტების სპეციალისტები როგორც ეკონომისტები მაგათაც სხვათა შორის მეც ეკონომიკურ სადოქტორო დისერტაციაში ესენი გარჩეული მაქვს მაგრამ ასევე ეთნოგრაფები და ისტორიკოსებს კარგად აქვთ ეს გარჩეული ეხლა მე მინდა გაჩვენოთ თუ კიდევ მოვასწრებთ ძველი რომის საგზაო რუკა მეცხრე ფოტო აი სადმდებარეობს ფაზისი აი ეს არის კონდრატ პონდიგენრის გრაგნილი რომელიც არის 1265 წლის წელს შექმნილი კოლმარელმა ბერმა დაამზადა პერგამენტზე შესრულებული დედანის რუკის მიხედვით თუმცა დედანი არ არსებობს განადგურდა ეს გადახატულია ვარაუდებ რომ ძველი წელთაღრიცხვის მე-12 წელს შექმნილია ორიგინალი და განახლებული ახალი წელთაღრიცხვის მე-4-მე-5 საუკუნეებში ეს ინახება ავსტრიის ბიბლიოთეკაში ვენაში სადაც მითითებულია სასახად ხობი სოფელი ხობისა ქარიატნე და ფაზისი ნუ ვერ გავექცევით ამ მონაცემებს ახლა ნუ ყოველ შემთხვევაში თუ ელემენტარული რუკები ვიცით ეს მასალა ჩვენ გვაქვს ამ რუკებში თუ ამ მასალებს წარმოვადგენთ კიდევ აი მაგალითად მე-10 ფოტოს ვაჩვენებ ევსტროფის მონასტრის სოფლიო რუკა რა თქმა უნდა ორიგინალიც არ არსებობს გადახატული ვარიანტია 1234-1240 წლებისა დღესაც იქნახება გერმანიაში საქსონიის ქვემო საქსონიაში ჩემი თვალით მაქვს ნანახი ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ გადაამოწმოთ აქ არის სწორედ იმ ნაწილი სადაც მარცხენა მხარეს მწვანედ არის მონიშნული იმის გადიდება გვერდით სადაც კოლხეთია ნახსენები ოქროს საწმისი იაზონი ვინ არის და მთელი ტექსტია აიეძე მოყვანილი ამ იმაში რუკაზე ნუ ყოველ შემთხვევაში თუ შეგვიძლია კიდევ ვაჩვენოთ მოგვიანო პერიოდის დიოგო ომემის მე-11 ფოტოს თუ ვაჩვენებთ ნაწილია ახლა ეს ზედ მენგრელი აწერია და ქართული დროშა არის გამოხატული და ფაზისი სამდებარეობს აი დინარე ფასიო ანუ დინარე აქ და გვერდით მითითებულია პალიესტომი ეს ახლა ეს დავუშვათ ევროპული რუკებია მაგრამ ქართული რუკებიც გვაქვს შედგენილი რომელიც ინახება მე-12 ფოტოზე ნახავთ 1738 წლის იმერეთის სამეფო რუკა ეს ორი ვარიანტია 1737 წლის გვაქვს რომელიც პეტერბურგში ინახება ხოლო 1738 წლის კი პარიზში ინახება და აი იმერეთის სამეფო რუკაზე აი სადაც მონიშნულია ის გადიდებულია გვერდით მარჯვნივ ზედ ფაზისი აწერია და ზედ განმარტებულია ის წელი მოცემულია ეს დეტალები სპეციალისტებმა კარგად იციან ამაზე მე ახლა აღარ გავაგრძელებ და მე-13 ფოტო მინდა გაჩვენოთ აი ჩვენ მე ვთხოვე პროფესორ ვახტანგ ჯაფარიძეს ეთქვა ის მასალა სად არის ფაზისის ზუსტი მითითება და ეს მან გვითხრა და მიგვითითა არაჩვეულებრივი წიგნი ეს წიგნი რა თქმა უნდა ახლა ჩვენს მუზეუმში უпростоრად ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება
ეს ძალიან კარგი წიგნია ფედერიკ დიუბუას დე მონპერე, რომელიც ცხოვრობდა 1798-1850 წლებში, მან ჩახატა პირველად აი ეს ფაზისი მდინარე რიონი და გვერდით მარცხნივ თუ მარჯვნივ რა ვიცი როგორ ვთქვათ, აი მონიშნულია გადიდებული აი რომაული პერიოდის, პირველი მეორე საუკუნის პერიოდის ფაზისის კვადრატული ფორმის კოშკია თუ დაუშვათ სხვა ვარიანტი იყოს. ეს გვაქვს. ეს ასად არ არის აღნიშნული, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენს სასკოლო წიგნებში, საისტორიო წიგნებში, ამიტომ მე მოსაზრება მაქვს ბატონო მალხაზ, რომ სკოლის გარდა საუნივერსიტეტო კურსში ტექნიკოსმა, ფილოლოგმა, მათემატიკოსმა და სხვებმა უნდა ისწავლონ ცოტათი დოზით მაინც საქართველოს ისტორია და ცოტათი დოზით ქართული ენა მაინც. იმიტომ რომ სკოლის პროგრამა ამას შესაბამისად ვერ გამოკვეთავს და როცა ეცოდინება სპეციალისტის გარდა, ისტორიკოსის გარდა, ეკონომის ეცოდინება მათემატიკოს, მაშინ ჩვენ ასეთი გაურკვევლობა არ გვექნება რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მე ეს მოკლედ გითხარით ყველაფერი, იმიტომ რომ დრო არ გვაძლევს საშუალებას და ჩვენ გვინდოდა რომ კიდევ გვეჩვენებინა რიგი და მასალების შემდეგ სხვა ტექსტებსაც მოვიტანთ, სხვა იმას. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ახლა ასეთი წინადადებები უნდა ვთქვათ, კიდევ გავიმეოროთ ქართულ საზოგადოებას. არქეოლოგიურ მასალების მიხედვით მინიმუმ ქართული ღვინო და ხორბალი 8000 წლისაა. ახლა კიდევ გამოჩნდა მასალები რომ 1100 ქრისტესშობამდე 11000 შეიძლება იყოს. ჩვენ ვინც ეს გააკეთა, მაგოვენი შაშან გარდაიცვალა ის ამერიკელი მეცნიერი, რომელმაც გამოაქვეყნა ამერიკის ეროვნული აკადემიის კრებულში, აი სწორედ დავით ლორთქიფანიძის ჯგუფთან ერთად ქართველებთან და უცხოელებთან ქართული ღვინოსთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კემბრიჯის უნივერსიტეტში მოხსენება მქონდა მათემატიკურ მასალაზე და უბრალოდ ბოლოს რომ დამთავრდა გასეირნება კემის დინარეზე ხდება ნავზე და იქ პატარა სუფრასაშლიან და 3-4 ადამიანი ბზივართ ერთ ნავში და ერთმანეთს ეკითხებიან თქვენ რა პროფესიის ხართ, საიდან ხართ და მე მეკითხებ ახლა ადამიანი, ქალი ამერიკელი, თქვენ საიდან ხართ და მე არ ვუპასუხე, იმიტომ რომ სულ მიწევს საქართველოს ახსნა, ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატების ისა ჯორჯია, აქ კიდევ ერთ საინტერესო რაღაცა თუ მექნება დრო გეტყვით სახუმარო რაღაცას, ხო და ამქას არ ვუპასუხე მე, იმიტომ რომ კიდევ ახლა ამდენი ინგლისური, ახლა მე პროფესიით ინგლისური სპეციალისტი ვარ და ვერ ვაგებინებ ზოგჯერ იმას არ ესმის რაღაცები და თავი დავანებე და ამ დროს იჯდა ინდოელი და ინდოელმა პასუხა ეს კაცი გახლავთ ღვინის სამშობლოს ქვეყნიდანო და ახლა ამ დროს გავოცდი მეც და ამ კაცს ვეკითხები ამ დელის უნივერსიტეტის პროფესორს თქვენ საიდან იცით მე წავიკითხე ეროვნული აკადემიის ამერიკის ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში გასულ კვირასო აი ამას აქვს მნიშვნელობა სამეცნიერო ნაშრომებში მაღალი რეფერირებადი სკოპუსებში თუ არა ეს ნაშრომს მას ფასი არ აქვს ამიტომ ჩვენმა ქართულმა სახელმწიფომ საერთოდ უნივერსიტეტმა უნდა იზრუნოს რომ მეცნიერებს მარტო მათემატიკოსებს და ფიზიკოსებს და ქიმიკოსებს კი არ უნდა კონდეს კორპუსში სტატიები ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს უნივერსიტეტებში შიგნით შეიქმნა სამეცნიერო კრებულები, სადაც იქნება სკორპუსში ატვირთული ეს. თუ სამეცნიერო მაღალ რეიტინგის ჟურნალში არ გამოქვეყნდება, ჩვენ ნაშრომებს არაფერი ფასი არ აქვს. ერთმანეთს ველაპარაკებით და გამოდის ეს რომ არაფერი არ არის. აი სწორედ იქ რომ დაიბეჭდა და აი ქალბატონი ანა რომ დადის სხვადასხვა კონფერენციებზე მე 46 ქვეყანაში ვიყავი, ბევრჯერ შიმშილედაც კი ყოფილი რამდენიმე დღე, იმიტომ რომ არ ყოფნი და ეს ფული ახლა ამერიკის აკადემიაში, ამერიკაში არის მათემატიკა და კონგრესი და ჩვენ ფული არ აქვს. ჯგუფს არ აქვს ფული მათემატიკური მოდელირებაზე, წავიდეთ მოხსენება ამერიკის ესე სოფლიო კონგრესი, რომელიც იმართება ამერიკაში ივლისში. აი ესე დეტალებზე რატომ უნდა გვიწევდეს თავად უნივერსიტეტში არაფერი ფინანსები არ კეთება, საერთოდ არ გამოიყოფა მეცნიერებაზე და ჩვენ ენთუზიაზმით მუშაობ და ეს გონიათ რომ ვიღაცები ჩვენ მეზღაპრები ვარ და ციდან ჩამოვარდით. მე ყველა მეცნიერის ნაშრომი მაქვს ძირითადად წაკითხული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რომელთაც ციტირება Google სკოლაში 12-საც კი არ არჭარბებს.
სამარცხვინოა ეს ასეთი ადამიანები, რომ თანამდებობას იკავენ და წამყვან მეცნიერად დანიშნავთო. რა წამყვან მეცნიერზეა ლაპარაკი, როცა მას სკორპუსი არ აქვს და საერთაშორისო აღიარება არ აქვს ციტირების თვალსაზრისით. აქ მეცნიერები ჩვენ რომლებიც ვართ თამაშის გარე, უნივერსიტეტის გარეთ, მუშაობთ უნივერსიტეტში, ჩვენ არ გვაქვს საშუალება რომ გავზარდოთ დოქტორანტი, იმიტომ რომ იქ კლანის სახით არსებობს ადამიანები ერთმანეთს გადაცემენ მეცნიერება კლანია კაცო სამარცხვინოა ეს რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდება და სხვაგან ამას უნდა მიაღწიოს სახელმწიფო და მე ვფიქრობ მიხვდა სახელმწიფო ახლა მე მგონი სახელმწიფო რას მიხვდა იცი რომ ტექნიკური უნივერსიტეტი რომელიც ნელ-ნელა იქოქებოდა და წესრიგში დგებოდა იმას უერთებდნენ უნივერსიტეტს რომელიც დაქცეულია ვთქვათ ხო რაღაცა ისე გამოდიოდა რომ კრაზანებს და ფუტკრებს ერთად აცხოვრებდნენ და ამითი კრაზანები დანესტრავდნენ ფუტკრებს და თაფლს ვეღარ მიიღებდნენ. ამას მიხვდა ხელისუფლება. ყველა გახდებოდა კრაზანა. ხო, ყველა გახდებოდა კრაზანა და ეხლა უნივერსიტეტს რო სერიოზული რეფორმა ჭირდება სახელმწიფო უნივერსიტეტს ამაზე ორი აზრი არის. გაერთიანების გარეშე შეიძლება ეგრე ხო, რა თქმა უნდა, შეიძლება მეცნიერს გადავხადო. სწორე მენეჯმენტს აწარმოებ, სწორ ამოცანებს დაუსახავ სახელმწიფოებრივად გამართლებულ ამოცანებს დაუსახავ, ყველაფრის გადაწყვეტა შეიძლება. სინერგიის პრინციპს რა იწვევს? თუ სწორი მენეჯმენტი ტარდება და სწორი ამოცანები არის დასმული, რას უნდა მიაღწიოს ამ უმაღლესმა სასწავლებელმა რამდენიმე წელში? ეს უნდა იყოს და მეორე უმაღლესმა სასწავლებელმა ამდენიმე წელში, ხო? უნდა გამოუშვოს უმაღლესი კლასის საინჟინრო ინტელიგენცია ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და არა ჟურნალისტები და რა ქვია ფილოლოგები და ენათმცოდნეები და ასე შემდეგ, ხო? და უნივერსიტეტმა პირიქით უნდა გამოუშვას ეს კარგი სპეციალისტები და არ ხდება, არეულია. მე ამაში მთავრობას აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ არეული იყო და ეგონა რომ ამ შეერთებით კარგს მიიღებდა და კარგს კი არ მიიღებდა, უარეს მიიღებდა და მადლობა ღმერთს რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და ვენაცვალე რომ საღრმა აზრმა გაიმარჯვა, ხო? ნამდვილად. ჩვენი წვლილი და როლი ამაში შევასრულეთ და მადლობა. აქ უნდა ჩატარდეს კონკურსი. მე მткиვა ახლა ჩემი ტექნიკური უნივერსიტეტი, ჩემი შობლიური ტექნიკური უნივერსიტეტია და ძალიან მენანება გასაუქმებლად რა. რა თქმა უნდა. შვილობილივით მგონია ასე არის ჩემი ტექნიკური უნივერსიტეტი. თქვენსავით განწყობილი გასულ. ბატონო მარხას, აქ კონკურსი ღიად უნდა ჩატარდეს. მეცნიერი, რომელიც საჯაროდ არ გამოდის ტელევიზიაში, მას უფლება არ აქვს აუდიტორიაში მოხსენება წაიკითხოს. ბევრი მეცნიერი აუდიტორიაში ლექციას ვერ კითხულობს, იმიტომ კი არა, გამოცდილება არ აქვს საჯარო პირია ისიც საჯარო პირია, სახელმწიფო უხდის ფულს. საჯაროდ უნდა გამოდიოდეს და ხოლმე მაინც ეუბნებოდეს საზოგადოებას, რას ასწავლის სტუდენტებს. აი მე ბევრ მეცნიერი თქვენ რომ მოიწვიოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაუშვათ ან სხვა უნივერსიტეტიდან თქვენთან არ მოვლენ, იმიტომ რომ საჯაროდ არ ილაპარაკებენ თავიანთ საქმიანობას, იმიტომ რომ ბევრს ამ თემებზე ლაპარაკი არ შეუძლია. სამწუხარო რეალობაა, ვერაფერს ვერ დავამატებ ამას. ხო და მე მინდა ვთქვა რომ თუ ეს კარგად მოფიქრებული იქნება კონკურსი წამყვანი მეცნიერისა, მე მაგალითად ორი ხარისხი მაქვს მიღებული. მესამე ხარისხიც დავიცავ, თუ საჭიროა ენათმეცნიერებაში, მაგრამ კანონმდებლობა ისია ხარისხის ცენტრის მიერ განსაზღვრული. მე მათემატიკოს არ მაქვს დისერტაციის უფლების დაცვა მათემატიკურ ლინგვისტიკაში, როცა უნივერსიტეტში მათემატიკური ლინგვისტიკა არის და პარადოქსი ის არის ბატონო მალხას, რომ მათემატიკური ლინგვისტიკაში ხარისხის დაცვის წინაპირობა ფილოლოგიის დიპლომის ქონა. და სამწუხაროდ მე უნდა ვთქვა, მე მეორე ფაკულტეტიც მაქვს დამთავრებული ენათმეცნიერული მიმართულების, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ხელოვნური შემაფერხებელი თუ მეცნიერს შეუძლია რაღაცის გაკეთება, თუ არ არის პროფესორი, არ უნდა იყოს სპეციალობა. თუ არ არის მაღალი რანგის მეცნიერი იმ დარგისა, არ უნდა იყოს სპეციალობა. თუ არის იმ სპეციალობის მიხედვით, იმ პროფესორის მიხედვით, უნდა ეწყოს, ესე იგი პროფესორი, შემდეგ ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ პროფესორი. ესაა ბუნებრივი პროცესი თუ იქნება, ბუნებრივად განვითარდება უნივერსიტეტები. იმიტომ არის ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტები მაღალი რეიტინგის მქონე, ჩვენ 1000+1-შიც კი არა ვართ. დასრულდა ჩვენი გადაცემა, ყველას უღრმეს მადლობას მოგიხდით, გამოვაცხადებ ინტერაქტივის შედეგებს, გთხოვთ მიკარნახოთ ტელევიზიაში რა ხდება. მიკარნახეთ.
1177 ზარია შემოსული ტელევიზიაში, შედეგი არის საბჭოთა კავშირი დაადანაშაულა 7%-მა, 2%-მა მიჭირს პასუხისგაცემა და 91-ად დასავლეთის ცივილიზაცია დაადანაშაულა. საბჭოთა კავშირმა დაგვაზარდა. საბჭოთა კავშირმა ხრუშჩოვის შემდეგ ფაქტიურად გაანადგურა და ჩემი აზრით ცოტა არასწორი შედეგია, არ ვიცი რა. რატო აქ ესეთი განწყობა ჩვენს მაყურებელს არ ვიცი. და აქ YouTube-ში ვნახავ ეხლა შედეგებს როგორი მდგომარეობაა, კაცრავად ცოტა გამოსული აქ 3000 წელი არა 4000 წელზე ვლამბობთ ქართული და გასწორდება ალბათ YouTube-ზე. დასავლური ცივილიზაცია დაადანაშაულა 64%-მა YouTube-ში. 15%-მა თქვა მიჭირს პასუხისგაცემა და 22%-მა თქვა რომ საბჭოთა კავშირია დამნაშავეო. მაინც თაობების საკითხია ეს ახლა ახალგაზრდა არისიან საბჭოთა კავშირი გასუშურებოდა საქართველოს და ეს მაგის გამოძახილი უნდა იყოს ალბათ რა. მე საბჭოთა კავშირს დავაჭირე, იმიტომ რომ მე ვიცი რომ აი ეს მოყოლებული რომ დაიწყო ამოთხრა და განადგურება. ხრუშჩოვი და სუსლოვი კიდე კი ბატონო სუსლოვის ზემოდან დაემატა, რა თქმა უნდა. არა უშავს, საზოგადოებაც უფრო გაცნობიერდება ამ ყველაფერში და მე დარწმუნებით მიმაჩნია რომ ჩვენ რო დაგვეყენებინა მეორე ინტერაქტივი შეიტანოს თუ არა ხელისუფლებამ ქართული ცივილიზაცია ზოგადად ესეთი სწავლება სკოლაში დარწმუნებული ვარ 100% მხარს დაუჭერდა და ესეც იქნება. და ქართული ასომთავრული. ქართული ასომთავრული რა თქმა უნდა ეხლა ეგ რა არის ფიზიკაც, მათემატიკაც, ქიმიაც, გეოგრაფიაც, ალგებრაც, რა ვიცი, ასტრონომიაც, ასტროგრაფიაც. და რა ვიცი, ყველაფერია ერთად აღებული. ჩვენ ამითი დავასრულეთ დღევანდელი გადაცემა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გადაცემის შემდეგ დაიწყება შეხრაზადას თავგადასავალი, რომელსაც ჩვენი პატარები უყურებენ და უფროსებიც არაკლებენ ყურებას, საკმაოდ დიდი რეიტინგი აქვს ამ მულტიპლიკაციურ სერიალს, ხოლო შემდეგ დავით აღმაშენებელი საქართველოს ისტორიის გაკვეთილების შემდგომი სერია იქნება, ხოლო შემდეგ ფიროსმანის მხატვრული ფილმი, რომელიც გიორგი შენგელაიამ მართლაც საუცხოოდ გადაიღო. და ხვალ კი მე ჯერ 11-ის ნახევარზე საუბრებით დაგიბრუნდებით მერაბონიანთან ერთად სულიერებაზე და ფსიქოლოგიაზე, ხოლო შემდგომ 12 საათზე ქალბატონ თამარ კიკნაძესთან ერთად შემოგთავაზებ რეალურ პოლიტიკას. მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან იყავით. გახსოვდეთ, რომ ჩვენ თქვენთვის მუშაობთ და საქართველოს სიყვარულით გემშვიდობებით ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით. მადლობა. ფიქრობს ხალხი, რას ამბობენ პოლიტიკოსები და რა ხდება სინამდვილეში, როგორია